აფხაზეთობის კვირეულს ზუგდიდის შემდეგ ქალაქმა ბათუმმა უმასპინძლა. სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილიამ მეორეს ხსოვნას მიეძღვნა. ეს იყო საღამო, სადაც გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ მუსიკის ენით თქვა მთავარი სათქმელი. სცენიდან გაჟღერებული თითოეული ნაწარმოები მონატრების, ერთიანობისა და მშვიდობის გზავნილს წარმოადგენდა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მიმართეს, რომელთაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე და აფხაზეთობის კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, ხელოვნება და კულტურა არის ის ძალა, რომელიც არ ცნობს ხელოვნურ ბარიერებს და ნაწარმოებები, რომლებიც აქ შესრულდა, არის ერთგვარი სამშვიდობო გზავნილი, რომელსაც ენგურს გაღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვუგზავნით. აფხაზეთობის ფარგლებში ქალაქ ბათუმში გაიმართა კონცერტი. საოცარი ემოციები იყო. დღეს აფხაზეთობა შედგა, რადგან ამ უსაყვარლეს ქალაქში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა აფხაზეთის ხმა და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო აჭარის მხარეს, თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ პატარაძეს მხარდაჭერისთვის და ესეთი საღამოები ჩვენ გვახსენებს აფხაზეთს. ილიამ მეორის ლოცვა კურთხევით ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით აფხაზეთში. აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში ბათუმში გაიმართა არაჩვეულებრივი კონცერტი, რომელიც მიძღვნილი იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილიამ მეორის ხსოვნის დღეს და ნამდვილად იყო ძალიან დიდი ემოციები. დღეს აქ შეიკრიბა საზოგადოება, ჩვენი ძმები და დები აფხაზეთიდან. რა თქმა უნდა, ის საზოგადოება, რომელიც ძალიან დიდ პატივს სცემს იმ ხელოვნებას, რომელიც დღეს წარმოდგენილი იყო ჰანგები, რომელიც აჭარიდან აფხაზეთისკენ იყო და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი კულტურა, დიდი ტრადიციები. აღნიშნულმა საღამომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთობის კვირეული მხოლოდ კულტურული ღონისძიებების ციკლი არ არის. ეს არის საერთო მეხსიერების, იდენტობისა და სულიერი კავშირის გამოხატულება, რომელიც წლების მიუხედავად არ სუსტდება. ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის, რომ ეს ორი გუნდი, რაც აი ამ ორი გუნდის კოლაბორაცია იყო, გაუზიარეთ ერთმანეთს ძალიან დიდი სითბო, სიყვარული, მოვეფერეთ ჩვენს ძმებს და დებს აფხაზეთში და როგორც ყველას ასევე მეც უერთდები იმ ძალიან დიდ სურვილს და მოლოდინს, განუწყვეტელ ფიქრს, რომ ჩვენ ყველანი ერთად სოხუმში ჩავატარებთ ასეთი მნიშვნელობის კონცერტს. ბაშრომა არის ამ ყველაფერში ჩადებული. მე ულოცავ ჩვენს კოლექტივს, ასევე ბათუმის კაპელას, ულოცავ ბათუმლებს, დღევანდელ დამსწრე საზოგადოებას, ვინც მობრძანდა, მოისმინა ჩვენი შემოქმედება და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ წარმატებულად ჩავატარეთ. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამყარო ოცნება, რაც გახლავთ, არის რომ აი ეს კონცერტი ჩავატაროთ სოხუმში. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ. აფხაზეთობის კვირეული 18 მაისს დაიწყო და 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.